არ იყო იოლი 2024 წელი ქართული კინოსთვის, მაგრამ გასულმა წელმა ქართულ კინემატოგრაფისტებს ბევრი წარმატებაც მოუტანა. ელენე მიქაბერიძის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ლურჯი მოცვის საერთაშორისო პრემიერა კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ოდესის კინოფესტივალზე კი მან ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა. ლურჯი მოცვი გადმოგცემს აფხაზეთთან პირობითი საზღვრის პირას მცხოვრები მელაძეების ოჯახის ამბავს, რომლებიც თავიანთ სოფელში მოცვის ბაღს აშენებენ. თქვენ ააშენოთ ერთი სახლი კიდე. აი ეს მიწა მამიკო. იქნება ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო. და იქნება 60. ერთი ღამე ამოჩდი სოფსო მელაძეს ოჯახთან ორი ბავშვი შეხვდი, ლაზარე და გიორგი და უცებ შემიყვარდა და ერთი დღე გავატარეთ, მე მეორე დღეს წავედით მოცვის პლანტაციაში და რაც იქ ვიპოვე აი ყველა ჩემი საკითხები რაც მაწუხებდა ომი, ეკონომიკა, ჩემი გვეხანა, ჩემი ორი როგორ თქვა აფხაზური და ქართული ეს ისტორია ყველაფერი იქ ვიპოვე და გადავწყვიტე რომ ამით შემიძლია მოვყვე ჩემ გვეხანაზე. თავარია რომ მოსმა გაიხაროს. ეს ფილმი გვიყვება ერთი ქართული ოჯახის ისტორიას, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო ხაზიდან სულ რამდენიმე კილომეტრში ცდილობს, რომ გააშენოს მოცვის პლანტაცია. და ეს არის ძალიან თბილი და იმედის მომცემი ამბავი აი ამ ოჯახის რაღაცა თავის გატანის პროცესზე, მაგრამ ასევე მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების შესახებ არის ეს ფილმი. 2024 წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა მხატვრული ფილმებისთვის. 1990-იანი წლების შემდეგ ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსზე პირველად იყო წარდგენილი ქართველი რეჟისორის ფილმი. ვენეციის 91 ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დია კულუმბეგაშვილის ფილმს აპრილს გადაეცა. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ვენეციის კინოფესტივალსა და ალბერტო ბერბერას. ასეთი შესანიშნავი და თბილი მიღებისთვის. დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ფილმი აპრილი გვიამბობს მეან ქალზე, რომელიც თანასოფლელებს ჩუმად აბორტის გაკეთებაში ეხმარება. ნინას როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს. არავის არ უნდა აბორტის გაკეთება. მაგრამ ვიღაცას მაინც მოუწევს რომ გააკეთოს. მთელი რიგი ისეთი პრობლემები შუქდება ფილმში, როგორც არის აბორტის სცენა, არასრულწყოვანთა დაქორწინება და ასე შემდეგ. და ძალიან საინტერესო ენით არის მოთხრობილი და ამ ფილმმა, ესე იგი პირველივე გამოჩენისთანავე და გამოჩნდა ვენეციის კინოფესტივალზე და მოხდა საკონკურსოში, რაც ძალიან რთულია მოხვედრა, ასევე ძალიან ძლიერი კონკურენცია იყო იქაც და ფილმი ასევე დაჯილდოვდა. აზიურ ოსკარად ცნობილ აზია წყნარი ოკეანის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე აპრილი 4 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. Best performer is Iya Sukitashvili. I am from Georgia. I love my country. And I dedicate this award to it. Thank you so much. ფილმა იყო როგორც საუკეთესო ფილმი და საუკეთესო მსახიობი ქალი. იყო ძალიან სასიხარულო, ძალიან ამაღელებელი, იმიტომ რომ რასაც ვუყურებდი ესე შორიდან გლობუსის დაჯილდოებას, რეალურად იქ იყო ეს ყველაფერი და ეს ნომინაციები, გამოცხადება, სცენაზე ასვლა იყო ძალიან ამაღელებელი და ძალიან სასიხარულო. კონკრეტულად ავიღოთ აზიური ოსკარი, ხო? 6 ნომინაციიდან 6-ვე ნომინაციაში იყო ქართული კინო. საინტერესო ფორმები შეიძინა ქართულმა კინომ, დროთა განმავლობაში ძალიან განვითარდა, თუ ვინმე სამაში რამე ეჭვიეპარება, ძალიან გული მწყდება, მხოლოდ ეს შემიძლია თქვა. და ძალიან მიხარია, როგორც მსახიობი ამ პროცესის თანამონაწილე ვარ. აზიურ ოსკარზე ჯილდო დაიმსახურა გიორგი სიხარულიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანმა ფილმმა პანოპტიკონმაც. რამდენიმე თვითადრე კი ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის 58 საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის პრემიით დაჯილდოვდა. მაგარი არის რა, მაგრამ თავარი ტაში ხო იცი ბოლოს იყო რა. აი ეს ტაში რომ დაიწყო და აღარ მორჩა რა. მაგაზე მაგარი შეგრძნება, ალბათ მარტო ის არის რომ გაჯილდოვებენ. თორე ისიც ზუსტად ეგ არის, ეგეც დაჯილდოვება არის რომ ამდენი ადამიანი 1200 განსხვავებული ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან ზის და ქართველებიც იყვნენ თან. რომ ვიდექით ესე და ტანს უკრავით ერთმანეთს და
იქიდან ხმები წამოვიდა, რომ სააღოლდა რაღაცა და ეგ იყო ყველაზე ემოციური. ой, ეს თქვენი ხო არა? შენიო ბიჭო? არა. რატო რა არის? ჯვარს არ ატარებ? რა სცენებს აწყობ შენ? მე რამე და შენ თუ ერთ ოთახში დავრჩებით. ულტრამემარჯვენეების ესეთი დაჯგუფება არის ამ ფილმში და ზუსტად მაგ დროს, როდესაც ჩვენ ამ ფილმს ვიღებდით, მაგ დროს თბილისში იყო ორკების აქციები. კადრები გამოყენებული გვაქვს, ანუ გადავიღეთ ჩუმჩუმად მაგ აქციებზე, იმიტომ რომ წარმოიდგინე მაგარი სცენა არის ჩვენ ეს სანდრო ამ ულტრამემარჯვენეებში მოხდება და აი ესე შავებში ჩაცმულები ვიყავით. როგორ მდგომარეობაში ვიყავი, ახლა იქ ხო წარმოგიდგენი, ანუ მე მდგავარ აქციაზე, რომ ამათ ვებძვი. ესენი გეგმავენ, რომ სადღაც თათმინდაზე ავიდნენ და დაარბიო ვიღაცეები, სადაც ჩემი მეგობრებიც არიან და თან მოდიან მე კომპლიმენტებს მეუნენეს აღონძმაო და თან უნდა გამოხვიდე იქ როლი. სანდროს როლისთვის დათა ჩაჩუამ აზიურ ოსკარზე საუკეთესო ახალი შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა. Really happy by the way. ეს ჯილდო იმ შრომას, რაც მე ამ ფილმში ჩავდე, ღირებულს ხდის. ასევე ეს არის მოტივაცია, რომ მომავალში უფრო მეტი ვიმუშაო. ეს პრიზი ასევე ჩემს სამშობლოს, საქართველოს ეძღვნება, სადაც ახლა ჩვენი თავისუფლებისთვის ვიბრძვით. ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ჩემი თანამემამულეები, ახლა თბილისში ჩვენი მომავლისთვის იბრძვიან. მე მინდა თანადგომა გამოუცხადო ყველა ქართველს, რომელიც დღეს თბილისის ქუჩებში იბრძვის და მინდა მოუწოდო მათ, რომ ხნედ იდგნენ, იმიტომ რომ გამარჯვება ახლოს არის და საქართველო აუცილებლად დაბრუნდება შინ ევროპაში. წარმატება ხვდა წილად ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო ფილმ წმინდა ელექტროენერგიასაც. აზიურ ოსკარზე ტატო კოტეტიშვილმა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ძალიან კარგია და სასიამოვნოა სამი ქართული ფილმი რო ხდება ერთდროულად რაღაც ფესტივალზე და მით უმეტეს თქვათ იქ ავსტრალიაში სამივე პრიზს იღებს, ну ძალიან მნიშვნელოვანია და მეტყველებს რამდენად ცოცხალია ქართული კინო. ჩვენ დღესდღეობით წარმატებული ბიზნესმენები ვართ. წმინდა ელექტროენერგიის საერთაშორისო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა, სადაც ფილმმა მთავარი პრიზი ოქროს ლეოპარდი დაიმსახურა. პრიზის მიღებისას რეჟისორმა ქართული კინოსფეროს წარმომადგენლების ბოიკოტსა და კინოინდუსტრიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ძალიან დიდი მადლობა ფესტივალს. ჩვენი აქ მოწვევა და მონაწილეობა უკვე ძალიან სასიამოვნოა. ეს მართლაც შესანიშნავია. თუმცა აქ ყველაზე საოცარი აუდიტორია. მინდა მადლობა გადაუხადო მათ ამ არაჩვეულებრივი პრემიერისთვის. მიხარია რომ ფილმი გულთან ახლოს მიიტანეს. მინდა ეს ფილმი მიუძღვნა ქართული კინოს საზოგადოებას, რომელიც ძალიან საინტერესო და ნიჭიერია. თუმცა რთული დრო უდგას, რადგან კინომწარმოებლების უმეტესობა ბოიკოტს უცხადებს ქართულ კინოცენტრს. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი which is full of very interesting and talented people. წმინდა ელექტროენერგია მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭის, გონგასა და მისი ბიძაშვილის ბარტის შესახებ, რომლებიც ჟანგიანი ჯვრებით სავსე ჩემოდანს პოულობენ, ჯვრებს ნეონის განათებით აფორმებენ და შემდგომ დედაქალაქის გარეუბანში ყიდიან. ჩემი მიდგომა ესეთია, რომ შევარჩიო რაც შეიძლება ზუსტი პერსონაჟი, რომელიც რეალურად ისეთია, როგორიც მინდა რომ იყოს სცენარში. ან თუ ძალიან საინტერესოა, შეიძლება სცენარში შევცვალო და შემდეგ უკვე ის კამერის წინ გარკვეულწილად თავის თავს თამაშობს და ვცდილობ რომ ეს რაღაც მაგაზე ვმუშაობ ძირითადად რომ ატმოსფერო შევქმნა რომ ის იყოს თავისუფალი. ეს ოთხი მხარე არის სამყაროსი. ხო და აქაც სწორედ ტატო კოტეტიშვილის ფილმს უნდა გაიხსნა თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. თუმცა მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან გაწევრების თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა და თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო, კინოფესტივალის გუნდმა ქართული პანორამა გააუქმა.
ძალიან სასიხარულო იყო, რომ თბილისის ფესტივალი ჩემი ფილმით გახსნილიყო, ძალიან დიდი პატივი იყო, მაგრამ ამავე დროს ამ მიმდინარე მოვლენების გამო რაღაც უხერხულობას ვგრძნობდი, რომ არ ვიცოდი რამდენად მაგის დრო არის, თქვათ, ფილმის ჩვენების საერთოდ. და როცა ეგეთი იდეა გაჩნდა და რაღაც ყველა ქართულ მონაწილეს ერთდროულად შეაწუხა ამ ამბავმა და გადავწყვიტეთ, რომ გადაგვედო, რაღაც არ გვეჩვენებინა, იმიტომ რომ როცა ესეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, შენ მეგობრებს იჭერენ, თქვათ, და არა მარტო, ხო, რაღაც უდანაშაულო ხალხს, ვინც უბრალოდ თავის აფიქსირებს და ზოგადად ესე იქცევა ჩვენი სახელმწიფო. მაგის რაღაც თითქოს ის დრო არ არის, რომ ფესტივალზე იარო და ფილმი ნახო. კინოფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ქართული ფილმების ჩვენება მას შემდეგ შედგება, რაც ქვეყანა ევროპის გზას დაუბრუნდება. ფესტივალის საზეიმოდ გახსნის ნაცვლად კი კინოფესტივალის გუნდი საპროტესტო აქციებს თბილისის ქუჩებში შეუერთდა. თბილისის კინოფესტივალის მასშტაბი შემცირდა წელს ერთი მხრივ დაფინანსების სიმწირის გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ ქართველმა რეჟისორებმა უარი თქვეს თავისი ფილმების ჩვენებაზე, გაუქმდა ფაქტიურად ქართული პანორამა, ჩვენი საკონკურსო სექცია, იმის გამო, რომ ისინი თვლიან და ჩვენც ფესტივალის გუნდიც თვლის, რომ ამ დროს, როცა ქალაქში ესეთი აქციები მიმდინარეობს, რომ ახალგაზრდებს არბევენ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება რაღაცა ვიზეიმოთ, თუმცა კინო არ არის მხოლოდ ზეიმი, კინო, რომელსაც ჩვენ ვაჩვენებთ, ყოველთვის ასახავს იმ მოვლენებს, იმ სიტუაციებს, რომელიც დღეს მსოფლიოშია და არა მარტო მსოფლიოში, საქართველოში კონკრეტულად. საპროტესტო აქციების ფარგლებში კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა და მსახიობებმა კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად არაერთი მარში გამართეს. როგორც კი ჩამოვედი, აი სახში მოვედი, დედა ჩემი ვნახე და ეგრევე წავედი აქციაზე. მე მეტი სადმე გამჩერებული ვეღარ ვიყავი რა, ერთი სული მქონდა, მთელი ეს რაღაცა ტრიპი, ძირითადად მაგაზე ვფიქრობდი, რომ ანუ ეხა თბილისში უნდა ვიყო და ვერ ვარ რა. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და საპროტესტო აქციებზე დაპატიმრებულების, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ითხოვენ. ანდრო ჭიჭინაძის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა ევროპის კინოაკადემიამაც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მსახიობი. რომელიც ეხლა დაჭერილი არის, ჯერ კიდევ არ იცნობდა ეს ხალხი, ანდრო ჭიჭინაძეს გულისხმობ, რომელთან ერთადაც ჩვენ მისი დებიუტი იყო, თუ არ ვცდები, არა არ ვცდები, დედაშვილი ვითამაშეთ. და მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს და ვიცი რა პიროვნებაც არის და ძალიან მინდა რომ განთავისუფლდეს. კინოინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით 2024 წელი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის. ერთი მხრივ ქართული კინოს საერთაშორისო დონეზე ბევრი წარმატება ჰქონდა. თუმცა ამავდროულად ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენების ფონზე მეორეხარისხოვანი გახდა. რადგან ახლა ისინი, მსახიობები, რეჟისორები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ზოგადად საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქუჩაში იცავენ თავიანთ ევროპულ მომავალს.